მოდით დღეს ერთ ძალიან ჭკვიანურ სისტემას ჩაუღრმავდეთ, რომელმაც ენის შემსწავლელი აპლიკაციების ერთი უდიდესი თავის ტკივილი გადაჭრა. საინტერესოა არა? დავიწყოთ. ხომ დაფიქრებულ ხართ ოდესმე, რატომ არის რომ ენის სასწავლო აპლიკაციების 99% ახალ ენას მაინც და მაინც ინგლისურიდან გასწავლით? აი თურმე ამას ძალიან კონკრეტული და სიმართლე გითხრათ უზარმაზარი მიზეზი აქვს. ამ მიზეზს, ამ გამოწვევას აფეთქების პრობლემას ეძახიან. და ეს იცით ისეთი ფუნდამენტური დაბრკოლებაა, რომელიც ენის შემსწავლელ კომპანიებს უბრალოდ ზრდის საშუალებას არ აძლევს. აი, მარტივად რომ წარმოიდგინოთ, გინდათ რომ ფრანგს ასწავლოთ ესპანური. მშვენიერია. მერე გინდათ რომ პორტუგალიელსაც ასწავლოთ იგივე ესპანური. ძველი, ტრადიციული მიდგომით ეს ნიშნავს, რომ თქვენ ორი სრულიად დამოუკიდებელი ნულიდან ასაწყობი კურსი უნდა შექმნათ. ხო ხვდებით? ახლა წარმოიდგინეთ ეს ყველაფერი 10-ობით ენაზე რომ გადაამრავლოთ. ნამდვილი ქაოსია. აი ნახეთ კონკრეტული ციფრი. თუ გინდა 30 ენას ასწავლი და 30 სხვადასხვა მშობლიური ენიდან. ეს ნიშნავს, რომ 2500, დიახ, 2500 უნიკალური კურსი უნდა შექმნა. ამის მართვა უბრალოდ შეუძლებელია. და პრობლემის სათავე თურმე მათემატიკაშია. ძველი მოდელი, რასაც ყველა იყენებდა, ისეთ პრინციპსია აგებული, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში უბრალოდ კოლაფსისთვისაა განწირული. აი ნახეთ, ძველი მეთოდი იწვევს კვადრატულ ზრდას. რას ნიშნავს ეს? ყოველი ახალი ენა, რომელსაც ამატებ, ექსპონენციალურად, ანუ კატასტროფულად ზრდის სამუშაოს მოცულობას. მაგრამ არსებობს ახალი გზა. გზა, რომელიც ხაზოვრივ ზრდას გვთავაზობს. ანუ, აქ ყოველი ახალი ენის დამატება მხოლოდ ერთ პატარა ახალ კომპონენტს მოითხოვს და არა 10-ობით ახალ კურსს. განსხვავება კოლოსალურია. მაშ როგორ მუშაობს ეს რევოლუციური სისტემა? საოცრად მარტივად. ყველაფერი იწყება ერთი ცენტრალური იდეით, რასაც მნიშვნელობის ბირთვი ჰქვია. წარმოიდგინეთ, ერთი ძირითადი უნივერსალური სასწავლო მასალა. ვთქვათ თემაზე ყველაფერი, რაც აეროპორტში ხდება. ეს მასალა არის ბირთვი. ის არასდროს იცვლება. სულ ერთია, ფრანგი სწავლობს ესპანურს თუ ჩინელი გერმანულს. აეროპორტის ბირთვი იგივე რჩება. ესაა მთელი სისტემის საძირკველი. და მივედით მთავარ საიდუმლომდე, სისტემის ყველაზე გენიალურ ნაწილამდე. ეს არის უნივერსალური ადაპტერები. სწორედ ეს პატარა კომპონენტები ხდის ამ ყველაფერს შესაძლებელს. პროცესი, იცით, საოცრად ელეგანტურია. პირველი, ვიღებთ ჩვენს უცვლელ ბირთვს, იმ აეროპორტის თემას. მეორე, ვამატებთ სასწავლო ადაპტერს. ეს არის ენა, რომლის სწავლაც გინდათ, მაგალითად ესპანური. და მესამე, ვამატებთ მნიშვნელობის ადაპტერს. ეს არის ენა, რომელიც უკვე იცით, ანუ თქვენი მშობლიური ენა. და всё, კურსი მზადაა. ეს მეტაფორა იდეალურია. წარმოიდგინეთ, რომ ესენი უნივერსალური სამოგზაურო შტეფსელებია. თქვენ გაქვთ ერთი ლაპტოპი, ანუ სასწავლო მასალის ბირთვი. და უბრალოდ შტეფსელს ცვლით იმის მიხედვით. ამერიკულ როზეთში აერთებთ, ევროპულში თუ ბრიტანულში. მოწყობილობა იგივეა, ადაპტერი იცლება. კარგი, ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ პრაქტიკაში რას გვაძლევს ეს ბირთვისა და ადაპტერების სისტემა? რა არის მთავარი შედეგი? თქვათ, თქვენ ფრანგულენოვანი მოხმარებელი ხართ და გინდათ ესპანურის სწავლა. ძალიან მარტივად. სისტემა იგებს აეროპორტის ბირთვს, ზემოთ ანადებს ესპანურ სასწავლო ადაპტერს და ფრანგულ მნიშვნელობის ადაპტერს. თქვენი პერსონალური კურსი მზადაა. კარგი, და რა ხდება თუ ახლა პორტუგალიელს უნდა იგივე ესპანურის სწავლა? სისტემა არაფერს ახალს არ ქმნის. ის უბრალოდ ცვლის ერთ კომპონენტს, ფრანგული ადაპტერის ნაცვლად დებს პორტუგალიურს. და ესაა მთავარი. ესპანური ენის სასწავლო მასალა, ანუ ბირთვი და სასწავლო ადაპტერი საერთოდ ხელუხლებელი რჩება. გენიალურია რა? და ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ ისეთ ფუნდამენტურ თემებს, როგორიცაა აეროპორტი, ტაქსის გამოძახება, სასტუმროში შესვლა თუ საგანგებო სიტუაციები, კომპანიას შეუძლია მგისიერად ერთი ხელის მოსმით დაამატოს 10-ობით ახალ ენათა წყვილზე. ყოველგვარი თავიდან დაწყების გარეშე. და ეს მხოლოდ თეორია არ არა, მეგობრებო. ეს სისტემა უკვე მუშაობს და ზუსტად მისი დამსახურებაა, რომ ამ ენებზე სწავლება ასე სწრაფად ფართოვდება. ეს რეალური, მოქმედი ტექნოლოგიაა. კარგი, ეს ყველაფერი ტექნიკურად ძალიან შთამბეჭდავია. მაგრამ თქვენთვის, როგორც ენის შემსწავლელისთვის, რას ნიშნავს? რა სარგებელია პირადად თქვენთვის? ეს სისტემა ქმნის იმას, რასაც თავისუფლად მეტყველების კუნძულებს ეძახიან. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ძირითად ყოველდღიურ თემებში თქვენ მიიღებთ უმაღლესი ხარისხის გადამოწმებულ და აბსოლუტურად თანმიმდევრულ გაკვეთილებს. სულ ერთია რა არის თქვენი მშობლიური ენა, სასწავლო მასალის ხარისხი ყოველთვის გარანტირებულია. აღარ იქნება შეცდომები და უზუსტობები, რომლებიც სხვადასხვა თარგმანის დროს იჩენს თავს. და ბოლოს ეს ყველაფერი ერთ ძალიან საინტერესო კითხვას გვიტოვებს. რა მოხდება თუ სირთულე, რომელსაც ხშირად ვაწყდებით, სინამდვილეში არ აუცილებლობა, არამედ უბრალოდ ჩვენი არჩევანია? იქნებ ბევრ რთულ პრობლემას სინამდვილეში გაცილებით მარტივი და ელეგანტური გადაწყვეტა აქვს, თუ კი პრობლემას სწორი კუთხით შევხედავთ.